გამშვიდობის კიდევ ერთხელ მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა აუდიტორია, საპროტესტო აუდიტორიის მსმენელებს, სპიკერებს, ყველას დიდი მადლობა, გუნდს ძალიან დიდი მადლობა. სიცივის მიუხედავად, ქარის, თოვლის მიუხედავად ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა ისევ და ისევ გავიმეორებ, შევაიაროთ ცოდნით ყველა პროტესტის მონაწილე. დღეს ძალიან საინტერესო ლექცია გვაქვს. მგონია რომ თითოეული ადამიანის, თითოეული ხმაც, თითოეული შინაგანი ხმაც ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტის გაზრიერებისათვის. ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ არ დავნებდებით, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. მადლობა, სასიამოვნო სააუდიტორიო საღამოს გისურვებთ. დიდი მადლობა. მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა მომხდარებისთვის, დიდი მადლობა აქ დაპატიჟებისთვის დღეს, გაგეცნობით ვინც არ მიცნობთ. მე ვარ ნინო წიფანაძე, პერსონალური ბრენდინგის აგენტოს დამფუძნებელი ადამიანი, რომელიც 17 წელია ვმუშაობთ ორ ფანტასტიკურ სფეროში, როგორც ვამბობთ. პირველი არის კომუნიკაციები და მეორე არის შემოქმედებითი ინდუსტრიები. და დღეს მინდა რომ მოგიყვეთ თუ როგორ გვეხმარება ნამდვილობა ბრძოლაში და რა არის პერსონალური ბრენდის ძალა, როდესაც ვაპროტესტებთ. და პირველი რაც გავაკეთე, როდესაც დავიწყე ამ თემაზე მუშაობა და ამ პრეზენტაციაზე, რა საკურველია, მიუხედავად იმისა, რომ ვამბობ, რომ ბევრი მილენიალი ვარ, რა თქმა უნდა, ვკითხე ხელოვნურ ინტელექტს, თუ ვინ არის 10 ყველაზე დიდი პროტესტანტი მსოფლიოში და აი რა მაჩვენა ხელოვნურმა ინტელექტმა. პირველი არის მაჰათმა განდი, შემდეგ ნელსონ მანდელა, მარტინ ლუთერ კინგი, მალალა, გრეტა თუნბერგი, რომელიც სხვათა შორის ჩვენი პროტესტების მონაწილეც იყო, ესე ვთქვათ, ხო? ლეხ ვალენსა, ძალიან ცნობილი პროტესტანტი პოლონეთიდან, რომლის, ესე ვთქვათ, საქმიანობითაც დაიწყო პოლონეთში ძალიან სერიოზული ცვლილებები. საბჭოთა კავშირზეც ვკითხე, იმიტომ რომ სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის გადმონაშთია ყველაფერი დღეს აქ ხდება და ანდრეი სახაროვს მიმანიშნა და შემდეგ კიდევ რამდენიმე ქართველი ჩემი მეგობრებისთვის მდრომად დავეკითხე, ყველაზე ცნობილი პროტესტანტი აღმოჩნდა მერაბ კოსტავა, მარო მაყაშვილი და დღეს არის მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე და მე მგონი ძალიან სიმბოლურია ეს და ბატონო და ჩემთვის და ალბათ ჩვენთვის ყველასთვის ყველაზე დიდი ქართველი პროტესტანტი დღეს არის რა თქმა უნდა მზია ამაღლობელი, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რაც გააკეთა და რასაც აკეთებს და განსაკუთრებით დიდი მადლობა იმისთვის, რომ გუშინ შეწყვეტა შიმშილობა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემსავი ძალიან ბევრ ადამიანს გუშინ პირველად ცოტა მშვიდად გვეძინა, ხო? და აქედან გამომდინარე, კითხვა არის ასეთი. რატომ ვაპროტესტებს? რა არის ის ძალა, რა არის ის мотиваცია, რა არის ის მუხტი, რომელიც გვიბიძგებს, რომ აი ესე ხარში, თოვლში, უამინდობაში გამოვიდეთ გარეთ და ვაპროტესტოთ. და სინამდვილეში ნებისმიერ ჩვენგანს აქვს აბსოლუტურად განსაკუთრებული და განსხვავებული мотиваცია, ხო? რომ ყველას ჩვენი მიზეზები გვაქვს რაღაც, მაგრამ ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი მარტივი პასუხი. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენ ამას თუ არ გავაკეთებთ, ჩვენ ამას საკუთარ თავს არ ვაპატიებთ. ეთანხმებით თუ არა? ჩვენ ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენ ამის არ გაკეთება უბრალოდ არ შეგვიძლია. და ეს არის რეალურად ის მიზეზი, რატომაც ჩვენ ყველანი დღეს გავართ აქ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნებისმიერ ჩვენგანს ჩვენი პირადი, პიროვნული, განსაკუთრებული, გამორჩეული მიზეზი გვაქვს ყველას. და აი ეს რატომ ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ ის ამბავი არის საიმონ სინეკის ძალიან ცნობილი თეორია, რომელსაც ქვია ოქროს წრე. დარწმუნებული ვარ, საიმონ სინეკზე გსმენიათ. საიმონ სინეკი არის ძალიან ცნობილი TED-ის სპიკერი და мотиваციური სპიკერი, რომელსაც აქვს ბევრი შესანიშნავი წიგნი დაწერილი, მაგრამ მათ შორის ამას აქვს წიგნი, რომელსაც ქვია პირველად იყო რატომ და მშვენიერი ქართული თარგმანი გვაქვს ამ წიგნის და გირჩევთ ყველას.
და როგორც ამ წიგნის სათაურიდან ჩანს, სინეკი გვეუბნება, რომ ჩვენ სინამდვილეში იმისთვის რომ მიზნამდე მივიდეთ, უნდა დავიწყოთ კითხვით რატომ. რატომ ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ. მე ამ კითხვას უსვავ ყველა ჩემს სტუდენტს და არ მithქვამს, რომ თვით უნივერსიტეტში ვასწავლი. ყველა ჩემს სტუდენტს, ყველა ჩემს კლიენტს, ყველა ადამიანს, რომელთანაც ვმუშაობ, უსვავ აი ამ თითქოს და მარტივ კითხვას, მაგრამ სინამდვილეში ძალიან რთულ კითხვას, რომელსაც შეუძლია მთელი თქვენი ცხოვრების შეცვლა 180 გრადუსით. რატომ აკეთებთ, რასაც აკეთებთ. და როდესაც ჩვენ ამ კითხვით ვიწყებთ, ანუ ჩვენ საკუთარ თავს რომ ვკითხოთ, რატომ ვგავართ რუსთაველზე ყოველ საღამოს, რატომ ვაპროტესტებთ ზოგადად და რატომ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში დიდი ცვლილებების დრო მოვიდა. ძალიან მარტივია შემდეგ გავცეთ პასუხი კითხვაზე თუ როგორ ვაკეთებთ ამას, ხო, და ვხედავთ როგორც ვაკეთებთ ამას და რას ვაკეთებთ საბოლოო ჯამში. ამიტომ აი ეს ფოკუსი რატომიდან მართლა ძალიან ბევრ რამეს ცვლის. დიახ. თქვენ ისიც რატომ აკეთებთ, რასაც აკეთებთ? დაფიქრებულ ხართ ამაზე? ყოველ დღე, კი არა, მე მგონი ყოველ წუთას ზუსტად ვიცით და ზუსტად ამიტომ არ ვნებდებით, ხო? მე მგონი ზუსტად ამიტომ არ ვნებდებით 84 დღე იქნება თუ 94 დღე იქნება, აი ეს ძალიან მართლა ძალიან მარტივი, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან რთული პასუხი გვამოძრავებს ყველას. და აქედან კითხვა, რა არის პერსონალური ბრენდი, რატომ აქვს ის ყველას, მათ შორის თქვენს, ხო? ცოტა მარკეტინგში და PR-ში და კომუნიკაციებში რომ ესე ვთქვათ, გადავიდეთ, პერსონალური ბრენდი ბევრი ადამიანისთვის ასოცირდება რაღაც ცნობადობასთან, ცნობილ ადამიანებთან, ხო, წარმატებულ ადამიანებთან და ასე შემდეგ. და როდესაც მე ესე ვთქვათ, ჩვეულებრივ რიგით პროფესიონალებს ვეუბნები, რომ იცით რა, თქვენს გაქვთ პერსონალური ბრენდი და მოგიყვებით რატომაც გაქვთ, რა თქმა უნდა. ცოტა უკვირთ ხოლმე, იმიტომ რომ ამბობენ, რომ იცით რა, მე ხო არაფერ განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, მე ხომ რაღაც შესანიშნავს და დიდს არ ვაკეთებ, მე ხო არა ვარ ცნობილი ადამიანი, თითქოს რატომ აქვს მე პერსონალური ბრენდი. და ისევ და ისევ მარკეტინგულად რომ შევხედოთ, ფორმულა ასეთია, ფორმულა უბრალოდ განმარტება ასეთია, თუმცა რა თქმა უნდა, პერსონალური ბრენდი არ არის ზუსტი მეცნიერება და რა თქმა უნდა, რაღაც ზუსტი ესე ვთქვათ, განმარტება არ აქვს, მაგრამ მე ვამბობ ასე, რომ პერსონალური ბრენდინგი არის კარიერის დაგეგმვის და მართვის გაწერილი სისტემა, რომელიც მოიცავს თქვენი როგორც პროფესიონალის ძლიერ მხარეებს, ღირებულებებს, გაზომვა სარგებელს, უნიკალურობას და შემოსავლის სხვადასხვა გზებს, რაც მარტივია, ხო? მაგრამ სინამდვილეში პერსონალური ბრენდი გაცილებით უფრო დიდი ცნებაა და უფრო მნიშვნელოვანი. რატომ? იმიტომ რომ როდესაც მეკითხები, როცა მეუბნები, იცი რა, მე პერსონალური ბრენდი არ მაქვს. ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი. იცი რა, თქვენ ყველანი დღეს, ყველანი არა, მაგრამ თქვენი უმეტესობა დღეს პირველად ვხედავთ, ხო? და თქვენ ნებისმიერმა თქვენგანმა ჩემზე ძალაუნებურად რაღაც შთაბეჭდილება შეიქმნით, ხო? მაგრამ როდესაც მე ჩემს პერსონალურ ბრენდს გეგმავ და ვმართავ, მე შემიძლია ეს პროცესი ვაკონტროლო და ვმართო. ანუ რითი დავიწყე ჩემი გამოსვლა? იმით, რომ მოგიყევით ვინ ვარ და რას ვაკეთებ, ხო? მე შემეძლო სულ სხვა ფაქტები მომეყოლა თქვენ ჩემზე, ხო? მაგალითად მეთქვა, რომ მე ვარ ყოფილი ბალერინა, მაგალითად, რაც ასევე სიმართლეა. ან კიდევ რამე სხვა, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ აი ამ აუდიტორიისთვის, რომელთანაც დღეს გამოვდივარ, ის ინფორმაცია, რაც მოგაწოდეთ, იქნებოდა ყველაზე უფრო რელევანტური. შესაბამისად, ნებისმიერ ჩვენგანს მართლა აქვს პერსონალური ბრენდი, რომელიც ესე ვთქვათ, თავისით რაღაცნაირად ვითარდება და ჩვენ რეალურად უნდა გვესმოდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის მართვა და კონტროლი. ხო, პროფესიულ ენაზე აი ამ პროცესის მართვა და კონტროლი არის პოზიციონირება, დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ ხსენიათ ეს სიტყვა, ალბათ უფრო ბიზნესებთან მიმართებაში, ხო, როგორ პოზიციონირებს რაღაც კომპანია, რაღაც პროდუქტი. თუმცა ადამიანების შემთხვევაში აბსოლუტურად იგივე ამბავი ხდება. და როდესაც ჩვენ პოზიციონირებაზე ვსაუბრობთ, ყველაზე დიდი პარადოქსი იმაშია, რომ ერთადერთი სწორი პოზიციონირება, როგორც მე, როგორც ადამიანს
შეიძლება მქონდეს, არის როგორ ფიქრობთ, ნამდვილობაში. რას ნიშნავს ნამდვილობა, როდესაც პერსონალურ ბრენდზე ვსაუბრობთ? ნამდვილობა ნიშნავს იმას, რომ მე ვარ ის, ვინც ვარ, მე ვარ ნამდვილი და ამას ცოტა მოგვიანებითაც ვნახავთ. ფორმულა არის ძალიან მარტივი. რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ და რასაც ვამბობ, იმას ვაკეთებ. ხო, ანუ კონგრუენტულობაზეა საუბარი, ნამდვილობაზეა, ფანტასტიკური ქართული სიტყვა, ნაღდობაზეა საუბარი. იმიტომ რომ ჩვენი ნაღდობა არის ის ერთადერთი და უნიკალური თვისება, რომელიც მარტო ჩვენ გვაქვს და არავის არ გვაქვს, არავის სხვას. შესაბამისად, აი ესე მარტივად არის მეგობრებო საქმე. ჩემი უნიკალურობა, ნებისმიერი თქვენის უნიკალურობა არის თქვენს ნამდვილობაში, მაგრამ ნამდვილობაზე, როდესაც ვსაუბრობთ ქართულ საზოგადოებაში, რაღაც დაბრკოლებებს ვაწყდებით, ხო, დამეთანხმებით. იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ნამდვილობა რისკებთან არის დაკავშირებული. რას გულისხმობ ამ შემთხვევაში? რატომ ხდება ასე? ასე ხდება იმიტომ, რომ მე ჩემი ნამდვილობით შეიძლება რაღაცნაირად ვავნო ან ჩემ თავს, ან იმ ადამიანებს, რომელთანაც ერთად ვარ, ხო? და ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით, მაგრამ მანამდე მინდა კიდევ დაუბრუნდე მარკეტინგის ნაწილს, ესე ვთქვათ, და მოგიყვეთ იმაზე, თუ საერთოდ რისგან შედგება პერსონალური ბრენდი, ნებისმიერი ჩვენგანის. ამას ქვია პერსონალური ბრენდის ფორმულა. და როგორც გითხარით, პერსონალური ბრენდის ერთი განმარტება არ არსებობს, ბევრი მიდგომა და ბევრი მეთოდოლოგია. ეს არის ჩემი საავტორო მეთოდოლოგია, რომელიც შევქმენი 7 წლიანი შრომის და კვლევის შედეგად. პირველი და თქვენ ახლა ყველა დაინახავთ, რომ რეალურად გაქვთ თქვენ ეს ყველაფერი. პირველი არის ოსტატობა. ხო, მე შემიძლია მქონდეს პრეტენზია ადამიან ბრენდობაზე, როდესაც მე რაღაცაში ძალიან კარგი ვარ. ამიტომ აქ ეს უნდა ვთქვა უცილებლად. ამიტომ მაქვს მე დიდი პრეტენზია ეგრეთ წოდებულ ინფლუენსერებთან, იმიტომ რომ ინფლუენსინგი საერთოდ არ ნიშნავს ადამიან ბრენდობას. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ინფლუენსერი არაფრის პროფესიონალი არ არის. უბრალოდ ბევრი გამომწერი აქვს და ამით სარგებლობს იმისთვის, რომ რაღაც პროდუქტების რეკლამა გააზიაროს. ხო? ამიტომ ჩემი ოსტატობა და ესეც ფანტასტიკურად ლამაზი ქართული სიტყვა. ოსტატი უნდა ვიყო რაღაცაში. ძალიან მაგარი უნდა ვიყო რაღაცაში. აქვე გეტყვით, რომ არსებობს ფორმულა. იმისთვის, რომ მე მერქვას პროფესიონალი, მე მჭირდება 10,000 საათი გავატარო რაღაც კონკრეტული საქმის კეთებაში. რეალურად 10,000 საათი არის 3-დან 4 წლამდე. ანუ მე თუ რაღაც საქმეა მაგალითად დავამთავრე უნივერსიტეტი და დავიწყე მუშაობა, ხო? მაქსიმუმ 4 წელიწადში თუ მე მუდმივად ვაკეთებ ამ საქმეს, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ პროფესიონალი. შესაბამისად, ოსტატი ვხდები საკმაოდ მალე, ხო? რაღაც 4 წელიწადია საჭირო იმისთვის, რომ დავიხვეწ. აქ გასაგებია, იმისთვის, რომ ვიყო ადამიანი ბრენდი, უნდა ვიყო რაღაცაში მაგარი. ხო? უნდა ვიყო პროფესიონალი. მეორე და ყველაზე მთავარი ნაბიჯი, მეგობრებო, არის ღირებულებები. ჩვენ ვიცნობთ და ვიცით, რომ შეიძლება ადამიანი იყოს მართლა ძალიან კარგი სპეციალისტი, მაგრამ ღირებულებების ნაწილში ან ძალიან მოიკოჭლებს, ან საერთოდ არ ამჟღავნებს ამ ღირებულებებს და საერთოდ არ ჩანს რატომ აკეთებს, რასაც აკეთებს. და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვამბობ, რომ მე ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში ერთი დღე არ მიკეთები, ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად, ჩემ ცხოვრებაში ერთი დღე არ მიკეთები არაფერი, რაც არ მიყვარს. რაც არ მომწონს და რაშიც რაღაც მნიშვნელობას და ღირებულებას ავხედავ. ვიცი რომ მართლა დიდი ბედნიერებაა და ფუფუნებაა და ჩვენივრად მესმის რომ სამწუხაროდ საქართველოში ეს არ გვაქვს ეს საქმე რომ მხოლოდ ის ვაკეთოთ რაც გვინდა და რაც გვიყვარს, მაგრამ რასაც ვაკეთებ, იმ საქმეში უნდა ჩავდო რაღაც ღირებულებები. მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩემთვის ეს ყველაფერი და უნდა ვიცოდე რატომ ვაკეთებ ამას, იმისთვის რომ შევქმნა სარგებელი. გაზომვადი სარგებელი არის მესამე, ესე ვთქვათ, ელემენტი პერსონალური ბრენდის ფორმულის. მე როდესაც ვიცი, რასაც ვაკეთებ, უბრალოდ მე როდესაც ვიცი, რომ ამის არ გაკეთება არ შემიძლია, მე ამას გავაკეთებ კარგად და მე ამაში ჩავდებ ძალიან ბევრ სარგებელს სხვა ადამიანებისთვის, ხო? ანუ სარგებელი ნიშნავს თუ რა გაზომვადი სარგებელი მოგვაქვს
ჩვენი საქმიანობით, ჩვენი აუდიტორიისთვის. თუნდაც აი ახლა დღეს აქ ვდგავარ და იმედი მაქვს, რომ რაღაც მინიმალური სარგებელი მომაქვს თქვენთვის აი ამ გამოსვლით, ხო? სარგებელი მოაქვს ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი საქმიანობით. ამიტომ ვამბობ, რომ პერსონალური ბრენდი აქვს ყველას და საერთოდ არ არის აუცილებელი იყო ცნობილი, განსაკუთრებული და მაინდა-მაინც ნობელის პრემია გქონდეს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ ამაზე გქონდეს პრეტენზია, ასე რომ ვთქვათ. შემდეგ გადავდივართ მეოთხე ელემენტზე და ეს არის უნიკალურობა, რაზეც ვისაუბრეთ უკვე, ხო? ანუ, როდესაც მე ვარ პროფესიონალი, როდესაც ოსტატი ვარ, როდესაც ვიცი, რასაც ვაკეთებ და ამ ყოველფერში ღირებულებას ვდებ, როდესაც გაზომვადი სარგებელი მომაქვს და ეს შეიძლება იყოს აბსოლუტურად ყველაფერი. მე ზოვეც რომ ქუჩას გვიზდილას, ამაშიც გაზომვადი სარგებელია. ლექტორი რომ ლექციას კითხულობს, ამაშიც გაზომვადი სარგებელია და ასე შემდეგ აღარ ჩამოვთვლი. ხო, ნებისმიერი თქვენგანი სამსახურში რომ მიდიხართ, რაღაც გაზომვად სარგებელს გაკეთებთ, ესე ვთქვათ, ხო, მოგაქვთ. და ამ ყოველთვის მერე დგება უნიკალურობის დრო, ნამდვილობის დრო, ანუ იმის დრო, თუ რას ვაკეთებ ისე, როგორც არავინ სხვა. ეს არ ნიშნავს, რომ მე რაღაცას ვაკეთებ სხვაზე უკეთ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ჩემს ადგილას დღეს შეიძლება ხვალა, ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს სხვა ადამიანი, რომელიც პერსონალურ ბრენდზე და პროტესტზე მოგიყვებათ სხვანაირად. არა უკეთ და უფრო ცუდად და უფრო ინტერესად, უფრო საინტერესოდ, არამედ სხვანაირად, განსხვავებულად. და ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა გავიაზროთ და მივხვდეთ, რომ მე სხვაზე უკეთესი კი არ მინდა რომ ვიყო. მე მინდა ვიყო ნამდვილი იმისთვის, რომ ჩემმა აუდიტორიამ დამინახოს და ჩემ აუდიტორიასთან მივდივარ ზუსტად ჩემი ღირებულებებით, ხო? ძალიან მარტივი მომენტი, აი უმარტივესი მაგალითი. ძალიან ბევრ ბიზნესს საქართველოში ჩვენ გამოვცხადეთ ბოიკოტი. რატომ? არა იმიტომ, რომ ცუდი პროდუქცია აქვს და უხარისხო პროდუქცია აქვს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ღირებულებები, მათი მენეჯმენტის ღირებულებებს არ ემთხვევა. ხო? ძალიან მარტივია. და აქედან გამომდინარე, ნამდვილობაში არის მართლა ჩვენი სუპერძალა. ნამდვილობა არის ის, რაც გამოძრავებს, რასაც უნიკალურებად ხვდის და რაც ძალიან ძლიერებად ხვდის, იმიტომ რომ მეორე მე არ არსებობს. არსებობს მეორე ნინო ციფანაძე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ ის მზარეულია. ის ლექციებს არ კითხულობს, ხო? შესაბამისად, მე ერთადერთი ვარ, განუმეორებელი ვარ და ის, რასაც მე ვაკეთებ მარტო მე. კიდევ ერთხელ ეს არ ნიშნავს, რომ მე რაღაცას ვაკეთებ ყველაზე კარგად. მე უბრალოდ ვაკეთებ ამას ისე, როგორც მე წამს, როგორც შემიძლია, როგორც გამომდის და როგორც მომწონს. და ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ საქმიანობაში. და ბოლო ელემენტი, რომელზეც ხდება ბევრი ადამიანი ხოლმე, ეს არის მონეტიზაცია. ნორმალურ ქვეყანაში ჩვენ ბევრს უნდა გვიხდიდან იმაში, რომ ჩვენ ხარისხიან პროდუქტს და ხარისხიან სარგებელს ვდებთ, ხო? და ჩვენ ქვეყანაშიც აუცილებლად დადგება ეს დღემ წამს და მჯერა. ამიტომ გავართ მათ შორის დღეს აქ. და არის მონეტიზაცია პერსონალურ ბრენდინგში. მონეტიზაცია არ არის მხოლოდ ჩემი ხელფასი. მონეტიზაცია არის ის, რომ და ეს მონეტიზაცია შეიძლება არც გამოიხატებოდეს ფულში, მეგობრებო. მონეტიზაცია ნიშნავს იმას, რომ მე მიხდიან იმაში, რომ მე ვარ და არა უბრალოდ კარგი სპეციალისტი. და რეალურად ისევ პოზიციონირებას რომ დაუბრუნდეთ, მთლიანი ფორმულა კრავს, ესე ვთქვათ, ამ პოზიციონირების ამბავს. რატომ? იმიტომ რომ ჩემი კლიენტი ჩემთან მოვა, იმიტომ რომ იცის, რომ პროფესიონალი ვარ, იმიტომ რომ ღირებულებებში ვერ ვთხოვით და დამიჯერეთ, რომ არაერთხელ მithავს პერსონალურ ბრენდზე კლიენტთან მუშაობაზე უარი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, ანუ ის ადამიანი არ იყო ცუდი, ან არაფერი არ ჭირდა, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ არაფერი არ გამომივიდოდა, იმიტომ რომ ის, რასაც მე ვთავაზობდი, მისთვის არც საინტერესო იყო და არც ღირებული არ იყო. ხო? შესაბამისად, საუბრობდი პოზიციონირებაზე, ხო? ადამიანი ჩემთან, ან ნებისმიერ თქვენგანთან მოვა, იმიტომ რომ იცის, რომ პროფესიონალი ვარ. რატომ? იმიტომ რომ მინიმუმ 17 წელია ვმუშაობ ამ სფეროში, იმიტომ რომ ღირებულებებში ვერ ვთხოვით და ღირებულებების ტრანსლირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით აი ესე რთულ და ტურბულენტურ დროში და ამაზეც მოგიყვებით. იცის, რომ მე გაზომვა სარგებელს მივცემ, იცის, როგორიც ვარ და მას ეს მოწონს და საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი, გარდა იმისა, რომ ადამიანი ბრენდები ვართ, ცოცხალი ადამიანები ვართ
და საბოლოო ჯამში ემოციების და ემპათიის დონეზე მივდივართ ნებისმიერ შემთხვევაში და ადამიანი ან მოგწონს და ან არ მოგწონს და რეალურად ამას ვერაფერს ვერ უზავ. ხო? შესაბამისად, ამოცანაც მარტივია. მე უნდა მივიდე იმ ხალხთან, ვინც მე მომწონს და ვისაც მე მომწონვარ. და საბოლოო ჯამში ყველა ის ხალხი, რომელსაც მე მომწონვარ და რომელიც მე მომწონს, გადამიხდიან არა მხოლოდ ფულზე არ არის საუბარი, მხოლოდ გადამიხდიან ყურადღებით, რა ვიცი, გამოწერით და ასე შემდეგ. და ჩემ ლოიალურ ერთგულ აუდიტორიას შეგდიან. და რომ დაუბრუნდეთ იმას, რასაც დავიწყე საუბარი, ხო? საფრთხეებზე ესე ვთქვათ. ამ 84 დღის განმავლობაში და ბევრად ადრე, ხო? იმიტომ რომ ეს პროტესტი არ დაწყებულა 84 დღით, პირადად ჩემთვის ეს პროტესტი დაიწყო 2012-ში. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანისთვისაც, ხო? შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი წრე იცვლებოდა და იცვლება, ხო? ანუ ის ადამიანები, რომლებთანაც ჩვენ ვურთიერთობთ, ეს წრე მართლა იცვლება. რამდენი ადამიანი გაიცანით აი ამ 84 დღეში აი აქ რუსთაველზე? უამრავი. საოცარი, საინტერესო ადამიანი, ბევრი ადამიანი გავიცანით. და ეს წრე იცვლება ვინაიდან, როდესაც საკუთარ პოზიციას მკაფიოდ და ღიად ვაფიქსირებთ, ერთის მხრივ რისკებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არ მაღიარებენ, სამსახურიდან გამომაგდებენ, სხვანაირად შემომხედავენ, ჩემ შვილს შეხედავენ სხვანაირად სკოლაში და ასე შემდეგ. ახლა არ ჩამოვთვლი, ყველას მქონია ეს რაღაც დაწყოლებები, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ რატომ ვაგრძელებთ ამის კეთებას? იმიტომ რომ რეალურ სიცხადეს გვაძლევს ეს ყველაფერი. ანუ მე როდესაც მე ვარ, ეს სიძლიერეს მაძლევს, იმიტომ რომ მე არავის არ ვატყუებ, მე ვარ, ანუ ასეთი ვარ, ამის უჯერა, ამას ვაკეთებ, სხვანაირად არ შემიძლია და რეალურად ისე პოზიციონირებას თუ დაუბრუნდით, ის ხალხი, რომელიც მე არ მემთხვევა ბევრი პარამეტრით, ჩემთან უბრალოდ არ მოვა. რაც ძალიან ჯანსაღი გაფრთხილება, მოდი ესე ვთქვათ. და რამდენიმე რჩევაც რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგვეხმარება შევინარჩუნოთ ძლიერი პერსონალური ბრენდი ყველაზე ბნელ დროსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ღამეა, მე მგონი, რომ ყველაზე ბნელი დრო ჯერ არ დამდგარა და მე მგონი ყველაზე დიდი ბრძოლები მაინც წინ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ამას აქ უნდა გავუძლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. რატომ? პირველი რჩევა, კიდევ და კიდევ ამას ვიმეორებ ყოველთვის სულ და ყველგან, იყავით ნამდვილები. ნამდვილობა, ნაღდობა ძალიან მიყვარს ეს სიტყვა, აყალიბებს ნდობას, იყავით საკუთარი თავის და ფასეულობის ერთგული და გამოხატეთ ეს ყველაფერი ყველაფერში, რასაც აკეთებთ. ძალიან მარტივია. შენ უბრალოდ აკეთებ იმას, ვისი არ გაკეთებაც არ შეგიძლია, ხო? მეორე რჩევა არის ასეთი. კაფიოდ გამოხატეთ თქვენი პოზიცია. კი, ეს არის დაკავშირებული რისკთან, კი, შეიძლება ვერ გაგიგონ, გაგრიყონ და რაღაც პრობლემები გქონდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ზუსტი თანმიმდევრული კომუნიკაცია გადამწყვეტია და ეს არის მართლა გულწრფელად გეუბნებით, ეს არის ჩემი ცხოვრებისეული ფორმულა. მე ასე ვცხოვრობ ყოველ დღე. რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ და რასაც ვამბობ, იმას ვაკეთებ. და ძალიან მიმართებს ეს გადაწყვეტილების მიღებას, ძალიან მიმართებს ეს ადამიანებთან კომუნიკაციას და ძალიან ბევრ, ესე ვთქვათ, ყოველდღიურ პროცესს მართლა ძალიან მიმართებს. რატომ? იმიტომ რომ ეს გზა რთულად გამოიყურება, მაგრამ ყველაზე ეფექტურად დაგიცავთ დეზინფორმაციისგან და 1000 არაკეთილ სინდისიერი ქმედებისგან და ჩვენ ამას ვხედავთ რუსთაველზე აქ ყოველდღიურად, როდესაც რაღაც პროვოკაციებს აქვს ადგილი და ასე შემდეგ, ხო? როდესაც სხვებმა ზუსტად იციან ვინ ვარ და როგორი ვარ, ძალიან მარტივია მე ჩემთვის, რომ დავამტკიცო, რომ ის რასაც მაბრალებენ, ნამდვილად არ გამიკეთებიან, ხო? კიდევ ერთი რჩევა არის და ესე ძამნიშნულოვანია და ეს საბედნიეროდ გვაქვს მთელი ეს 84 დღე და მანამდეც და მერეც გვექნება სულ. იყავით ემპათიურები. გულწრფელ, კეთილ განწყობას და მხარდაჭერას აი ასე მართად ბნელ დროს აქვს ოქროს ფასი დამეთანხმებით, ხო? თქვენს აუდიტორიასთან, როდესაც ვამბობ აუდიტორიასთან დავაზუსტოთ, ხო, აუდიტორიასთან გულისხმობ ყველა იმ ადამიანს, რომელთანაც გაგვთ შეხება ონლაინ და ოფლაინ პირობითად. თქვენი აუდიტორია არის თქვენი ოჯახი,
თქვენი სამსახური, თქვენი მეგობრები, რუსთაველი, თქვენი სოციალები და ასე შემდეგ. ამიტომ თქვენს აუდიტორიასთან უშუალო კავშირების დამყარება შეიძლება თქვენდამი ლოიალობა და ნდობა მართლაც გააჩინოს. და კიდევ ერთი რჩევა. მეთანხმებით იმაში, რომ ემპათიურობა არის ის, რაც რეალურად გვაძლებინებს ამ ყველაფერს. ხო. და კიდევ ერთი რჩევა, გამოიყენეთ თქვენი ძლიერი მხარეები. ყოველთვის ვამბობ ამას, რატომ? იმიტომ რომ ფოკუსირდით იმაზე, რასაც აკეთებთ საუკეთესოდ და რაც ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტ სარგებლობს მოგიტანთ თქვენ და თქვენს აუდიტორიას. რატომ? იმიტომ რომ ცოცხალი ადამიანები ვართ, შეზღუდული რესურსი გვაქვს, ფიზიკური მოდი ესე ვთქვათ რა, შეზღუდული ფიზიკური რესურსი გვაქვს და შეუზღუდავი მორალური რესურსი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს. ხო? იმიტომ რომ აი მეგობრებს ვაპარაკებდით რომ აი ამ მართლა სიცივეში, ქარში და თოვში ამდენი ხალხი ყოველდღე რომ გამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლაც ძალიან დიდი იდეა გვაერთიანებს ყველას. ხო. ამიტომ რაც უფრო უკეთ ვაკეთებთ, რაშიც კარგი ვართ, მით უკეთესი ჩვენთვის და დანარჩენებისთვის. და საბოლოო ჯამში ბევრი ნამდვილი ემპათიური, პროფესიონალი და მედეგი ადამიანი ქმნის ცვლილებას და ამასთანავე ძლიერ პერსონალურ ბრენდს შეუძლია ნებისმიერ ქარიშხალს გაუძლოს და პირველ სლაიდზე ვნახეთ, რომ მართლაც შეუძლია ნელსონ მანდელაზე მაგალითად საერთოდ არავის არ ეგონა 20 წელზე მეტი იჯდა ადამიანის ციხეში, საერთოდ არავის არ ეგონა, რომ რამე ცოცხალი გამოვიდა იქიდან, ცოცხალის გამოვიდა, პრეზიდენტიც გახდა, აპარტეიდიც დაასრულა და თავისუფალი ქვეყანაც შექმნა. ამიტომ ძლიერ პერსონალურ ბრენდს შეუძლია ნებისმიერ ქარიშხალს გაუძლოს და ნებისმიერ ჩვენგანს გვაქვს ძლიერი პერსონალური ბრენდი. ერთიან საზოგადოებას შეუძლია ისტორიის შეცვლა, იმიტომ რომ კი ცვლილებები ხართ ჩვენ, ცვლილება არის ნებისმიერ ჩვენგანში, ნებისმიერი ჩვენგანი ვართ ცვლილება და ამით გავართ და ვიდგებით, მაგრამ სანამ არ გავიმარჯვებთ და ამიტომ მეგობრებო, ბოლომდე და გამარჯვებამდე. დიდი მადლობა ყველას, სულ სიყვარულის მოყოლად მიდოდა და დღეს კითხვები თუ გაქვთ, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ ნებისმიერ კითხვაზე. კი ბატონო, სიამოვნებით, მე ვარ ნინო ციფანაძე, პერსონალური ტრენინგის აგენტის დამფუძნებელი და კომუნიკაციების სპეციალისტი. გამარჯობა. რა გნებავთ? ამ წუთას ვერა სამწუხაროდ. კითხვები თუ გაქვთ, მეგობრებო? ბრენდინგის სპეციალისტი ბევრია და საუკეთესოა, მაგრამ პერსონალური ბრენდინგის სპეციალისტები ცოტანი ვართ. კი, ამ მიმართულების, მაგრამ ბრენდინგის სპეციალისტები ყავს სოფლიოში საუკეთესოები ნამდვილად. როგორ ხდება? ხო, რო კითხოს ყველამ გაიგოს. მე პირადად ანუ ხა 23 წლის ვარ. ანუ 23 წლის ვარ და ძალიან ბევრ პროფესიას მივედმოვედე. და პირადად გასაუბრებებზე გონია რომ ცუდად ჩანს ხოლმე რა, ეგ ყოველთვის, იმიტომ რომ რაღაცა ერთი მიმართულება არ მაქვს და მაგასთან რამე შევა ხوارგე. აი კითხვა, ძალიან მადლობა. ხშირად ჩემი სტუდენტები ხშირად მოდიან ამ კითხვით, რომ კითხვა ასეთი იყო, რომ ბევრ სხვადასხვა საქმიანობას ვაკეთებთ და გასაუბრებაზე როგორ გამოჩნდება ესე ვთქვათ. აქ ეს რჩევას მოგცემდით, რომ ყოველთვის ვეუბნები ჩემს სტუდენტებს ეს კითხვით რომ მოდიან. პირველ რიგში დარწმუნებული ხართ, რომ იმ კომპანიაში გინდათ მუშაობა თუ არა? ეს არის პირველი კითხვა. მეორე კითხვა, იცით თუ არა, შეგიძლიათ თორე ჩამოთვალოთ მინიმუმ 5 კომპანია, სადაც გინდათ რომ იმუშაოთ და მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემი მშობლების, ზოგადად ჩვენი მშობლების თაობისთვის ძალიან, ანუ საბჭოთა პერიოდის მშობლებისთვის, ხო? ძალიან დამახასიათებელი იყო და კარგ ტონად ჭალებში ითვლებოდა ერთ სამუშაო ადგილას მთელი ცხოვრების გატარება. მაგალითად, დედაჩემმა
40 წელი იმუშავა საქართველოს პროფკავშირებში და ამით მართლა ძალიან ამბობს და მართლა ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ 40 წელი გაატარა ერთ სამუშაო ადგილზე, რაც ყველანაირი ესე ვთქვათ, ყველანაირი მეთოდოლოგიით და მიმდგომით არის ძალიან არაჯანსაღი რამ. შესაბამისად, კარგი ამბავია, რომ ბევრ პროფესიას ვიცვლით და ჩვენი турბულენტური დრო ამის შესაძლებლობას გვაძლევს. რაც შეეხება უშუალოდ როდესაც ხვდებით ესე ვთქვათ HR-ის სპეციალისტს, ხო? როდესაც გინდათ რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოთ კარგად, ხო? ხო ეს იყო კითხვა, რომ ხო? სინამდვილეში მე ყოველთვის ვამბობ ეგეთ რაღაცას, რომ თქვენი ამოცანა დარწმუნდეთ იმაში, მართლა ასეა. თქვენ არ უნდა მიდიოდეთ გასაუბრებაზე იმ პოზიციიდან, რომ იცი რა, ეხლა კაი გოგო ვარ და ამიყვანეთ, არა. თქვენი ამოცანა ისევ personal brands რომ დაუბრუნდეთ, თქვენი ამოცანა არის მიდიოდეთ გასაუბრებაზე იმ პოზიციიდან, რომ იცი რა, მე მგონია რომ ჩვენ ღირებულებებში ვემთხვევით და მე მგონია რომ ჩვენ ერთმანეთისთვის win-win პრინციპით შეგვიძლია სარგებლის მოტანა. ამას ანუ ამ მიდგომას რო შეცვლით, შესაბამისად ძალიან განსხვავებული განწყობით მიხვალთ ესე ვთქვათ გასაუბრებაზე. აი ამას ვიტყოდი, იმიტომ რომ იდეალური გასაუბრება არ არსებობს. იდეალური HR-ის სპეციალისტი არ არსებობს და იმედი აქვს HR სპეციალისტები არ არის დღეს. არ არის იდეალური ადამიანი საბედნიეროდ არ არსებობს და არც იდეალური პროფესიონალი, მაგრამ აი ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ, როდესაც მივდივართ გასაუბრებაზე. მე მინდა ანუ ღირებულებებში ვემთხვევი თუ არა და შემიძლია თუ არა ამ კომპანიისთვის სარგებლის მოტანა და მას თუ შეუძლია ჩემთვის სარგებლის მოტანა. და მე მგონი ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება ამ მიმართულებით. გვაქვს შეკითხვები? ხო. კი ბატონო. არა, ეს ჩულია ძალიან. მაგიტომ გავართ პრეს აქ, რომ ეს ასე აღარ იყოს. ყველაზე მარტივი, რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, საკუთარი საქმე აკეთოს კარგად. That's it. ერთხელ ჩემს რაღაც სტუდენტებთან მქონდა რაღაც საუბისკოსია და ერთმა სტუდენტმა მითხრა, რომ წარმოიდგინეთ, რომ ერთი თვით მაინც საქართველოში ყველა თავის საქმე კარგად გააკეთოსო. წარმოიდგინეთ. მე მგონი ერთ კვირაში ავშენდებით მაქსიმუმ. ყველამ რომ თავის საქმე ყოველდღე კარგად გააკეთოს. აი მე მგონი მართლა ერთ კვირაში ავშენდებით. მაგრამ იქამდე ცოტა შორია. იცი, პრეზენტაცია აქვს ხო ორგანიზატორებს, ამიტომ მე მგონი ორგანიზატორები გაგიზიარებენ, მე დიდი სიამოვნებით გაგიზიარებ კი ბატონო. კი ბატონო. კარგი, დიდი მადლობა. მადლობა მეგობრებო, ძალიან დიდი ყველას და შევხვდებით რუსთაველზე, როგორც ყოველდღე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ჩვენი საპროტესტო აუდიტორიის Facebook და Instagram გვერდია ქართული ასოებით საპროტესტო აუდიტორია, გამოვყევით, ჩვენ არ გავჩერდებით, გავიმარჯვებთ სახელოვნად. მადლობა ყველას. შევეცდებით.